ერთმანეთთან ბიზნეს კონტაქტზე მე ელენე კვანჭილაშვილი ვარ და ბიზნეს კონტაქტის გუნდთან ერთად ვიწყებთ თქვენთვის პირდაპირ ეთერში მუშაობას. უახლესი ვიზიტები ჰონკონგსა და ჩინეთში გეგმები კორპორაციად გარდაქმნასთან დაკავშირებით Humanity Georgia's გარშემო ატეხილი აჟიოტაჟი და ახალი ინფორმაციები, რომლებიც რიქსოს ბორჯომის და რომანოვების სასახლის მართვას უკავშირდება. ეს მცირე ჩამონათვალია იმ მიზეზების, თუ რატომ არის დღევანდელი გადაცემის პირველი სტუმარი საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელი დავით საგანელიძე. ბატონო დავით, გამარჯობა, დიდი მადლობა თქვენი დროისთვის. მოდით მივყვეთ ბოლოდან, სადაც ყველაზე მაღალია მოსახლეობის ინტერესი. რომანოვების სასახლე გადმოგეცათ მართვაში. რა პირობებით, რა საპირებთ ამ მიმართულებით, ვისთვის იქნება ღია, როდიდან? მოკლედ ყველა დეტალი გვაინტერესებს, გისმენთ. მოგესალმებით, ხალბატონო ელენე, დიდი მადლობა, რომ აქვს საშუალება შესაუბრო მაყურებელს თქვენი გადაცემის საშუალებით. ძალიან სერიოზული თემაა, მინაჩნია, ძალიან საპასუხისმგებლო, ძალიან მნიშვნელოვანი და საპატერო ფონდისთვის მართლაც დიდი პატივია, რომ საქართველოს ის დიდი საგანძური, როგორც ეგრეთ წოდებული რომანოვების სასახლეა, რომ ჩვენ გვაქვს ვალდებულება და პასუხისმგებლობა, რომ მოუვაროთ ამ მართლაც საგანძურს. შენობაში ხდება სერიოზული რემონტი, აღდგენა, რესტავრაცია, რომელიც აუცილებლად უნდა გააკეთონ ძალიან მაღალი დონის სპეციალისტებმა, პროფესიონალებმა. მე სხვათაშორის ამ დღეებში მქონდა საუბარი კულტურის მინისტრთან, ბატონ მიხეილთან, მასთან ერთად გავიარეთ ის ჯგუფი ორგანიზაციების თუ პიროვნებების უნდა იყვნენ ჩართული ამ მეტად საპასუხისმგებლო თემაში. ყველა პატარა ელემენტიც კი უნდა იყოს აღდგენილი ისე, როგორც ეს იყო და იქ შეცდომის დაშვება წარმოუდგენელია. ანუ ბატონო დავით, ეს ადამიანები კონკურსის წესით შეირჩევიან თუ საპარტნიორო ფონდი? არა, ჩვენ არავის ასე ჩვენ გემოვნებაზე რა თქმა უნდა არ შევარჩევთ. აქ მხოლოდ ეს არის უნიკალური ძეგლი, ის მიეკუთვნება იმ ნუსხას, რომელიც აბსოლუტურად სხვა წესიდან იგი ხდება მისი დაცვა. ამიტომ ჩვენ უბრალოდ ამაზე მეთვალყურეობას გამოვყოფთ, ამას დავაფინანსებთ, ამის მენეჯმენტს გავაკეთებთ, თორე ექსპერტები და სპეციალისტები თავისთავად ცხადია იქნება. და დაახლოებით გავადებზე ვსაუბრობ. მე ვფიქრობ, რომ ამას ალბათ ერთი წელი არ ეყოფა ნამდვილად, შეიძლება იდეაში საუბარი რომ 2 წლის განმავლობაში გაგრძელდეს მთლიანად აღდგენა, რესტავრაცია, ყველაფრის წესში მოყვანა. პირველ რიგში ჩვენ უნდა გავაკეთოთ მაქსიმალურად ინვენტარიზაცია, თუ რა ნივთებია, როგორი იყოს ეს ნივთები შენახული, კლიმატ კონტროლი როგორი უნდა იყოს შენობაში და აქ უნდა გაკეთდეს აუცილებლად მუზეუმი, რომელიც საზოგადოებისთვის, სტუმრებისთვის, ტურისტებისთვის იქნება ხელმისაწვდომი ყველა იმ ისტორიით, რა ისტორიაც ამ შენობის უკან არსებობს. იმდებარე ტერიტორიაში შესაბამისად იყოს მოწყობილი. რა თქმა უნდა, იქ ალბათ გაკეთდება ღია კაფეები, გაკეთდება სუვენირებისთვის სპეციალური პატარა მაღაზია თუ მაღაზიები, გაკეთდება ტურისტულ ცენტრებში და ყველასთვის რა თქმა უნდა იქნება გასაგებია. რაც შეიძლება აქვე დავამატებ, რომ იქ კიდევ ამ შენობის გარდა არის გარკვეული ფართები, რომელიც არის ძალიან ძიმედ ამორტიზირებული, თუმცა ეს ძეგლთა დაცვის სამსახურში არ შედის. მოხდება იმათი რეაბილიტაცია, იმათი აღდგენა, გაკეთება და ეს შენობები უკვე გადაეცემა მართვაში რიქსოს, მოგეხსენებათ საპარტნიორო ფონდი ყაზბურნაიძესთან ერთად არის დამფუძნებელი სტრუქტურის, რომლის მფლობელობაში გადადის არის ამჟამად ის შენობა, რომელიც მართვაში უკვე აქვს რიქსოს, ასე რომ რიქსოს ჩვენ გადავცემთ დამატებით კიდე ალბათ 2 კოტეჯ შენობას, რომელშიც სასტუმრო ოთახები იქნება განთავსებული. გასაგებია. სწორედ რიქსოს უკავშირდება ჩემი შემდეგი კითხვა. ბატონო დავით, ჩვენ როგორც ვიცით და როგორც გვაქვს ინფორმაცია და ამ ინფორმაციის თქვენთან გადამოწმება, მინდა დიდი ნაწილი თუ სრულად არა, თურქი, ესე ვთქვათ, ადამიანების, ვინც იყვნენ დაქირავებული თანამშრომლები რიქსოში, მათი გათავისუფლება მოხდა. რა მიზეზით რომ აგვიხსნათ და ეს რაიმე ფორმით ხომარცვლის რიქსოსთან დაკავშირებულ გეგმებს? ინფორმაცია თქვენ გაქვთ, შემთხვევაში ძალიან ზუსტი, მათ შემდგომ რაც მე დავინიშნე ამ თანამდებობაზე, გარკვეულად ბუნებრივია ჩემს გუნდთან ერთად დავიწყე შესწავლა ყველა იმ პროექტი, სადაც საპარტნიორო ფონდი არის შეცვლილი. მათ შორის ბუნებრივია იყო ეს სასტუმროც. ჩვენ ნახეთ, რომ გარკვეული რაღაც ელემენტები, გარკვეული თემები სასტუმროში იყო მიუღებელი. არ ჯდებოდა იმ მენტალიტეტში, არ ჯდებოდა იმ სტანდარტში, რაშიც გვინდა რომ ნამდვილად იყოს ჩვენთვის ეს საამაყო სასტუმრო, ის ადგილი, რასაც ბორჯომი, რასაც ლიტანი ქვია. გარკვეული
შეხედულებები ჩვენ დავაფიქსირეთ რიქსოსის ხელმძღვანელობასთან. უგეხსენებათ რიქსოსი თურქული კომპანია, საკმაოდ სერიოზული, საკმაოდ ავტორიტეტული ბრენდი, მას ძალიან დიდი ქსელი აქვს სოფლიოში. მათ ხელმძღვანელებს მე შევხვდი და არაერთხელ. გარკვეულად ჩემი მოსაზრებები, ჩემი პრეტენზიები დაუფიქსირება და ამას გამოიწვია სიმართლე გითხრათ რიქსოსის მიერ წარმოდგენილი პიროვნების ვინც იყო გენერალური მენეჯერი, მისი გათავისუფლება და მასთან ერთად კიდევ რამოდენიმე ადამიანის თუ არ ვთქვი, დაახლოებით 10-12 ადამიანის გათავისუფლება და ისეთი ნაწილი ჩანაცვლა, ნაწილი ჩაენაცვლება სხვა პირებით, პროფესიონალებით დარწმუნებული ვარ, მაგალითად პროფესიონალებით, რომელსაც გარკვეული კრიტერიუმები ძალიან მკაცრი დაუწესდებათ. მე და თქვენს ალბათ უყოლად გვინდა რომ ლიკანის სასტუმრო იყოს ერთ-ერთი საუკეთესო არა მარტო ტურისტებისთვის, არამედ ქართველებისთვის. რა თქმა უნდა, დაზუსტების მიზნით მოთხოვნები უნდა იყოს ძალიან მაღალი და ამაღალ მოთხოვნებს. კონკრეტულ პრეტენზიებს არ გვეთქვით, ბატონო დავით, აი რა იყო ის კონკრეტული პრეტენზიები და ვინც აირჩევა ისინი ადგილობრივები იქნებიან. დეტალებზე ნუ დავწვრილმანდებით, იმიტომ რომ სასტუმროს მენეჯმენტი ძალიან რთული თემაა. ძალიან რთული თემაა დაწყებული, თქვა, არ ვიცი, ოთახების მოვლით თუ დიზაინით, დამთავრებული კვების ბლოკით, ეზოს მოვაპატრონობით, თქვა და სერვისით და ასე შემდეგ. ასე რომ მოდი ამ დეტალებზე არ მენტალობა ახსენეთ და ამიტომ დავინტერესდი. ვიცი მე და თქვენ ძალიან კარგად იცით რა დონე ჭირდება, როგორი სერვისი ჭირდება, იყო გარკვეული ხარვეზები, შენიშვნები, სერიოზული პრეტენზიების ჰქონდა, აბსოლუტურად დასაბუთებული, ამიტომ მოვითხოვე რომ ეს შენიშვნები და ეს პრეტენზიები ყოფილიყო ძალიან სწრაფად გათვალისწინებული. კარგი, და მენეჯმენტი სერიოზული ცვლილება. კარგი, კიდევ ერთი ექსკლუზივი, რომელიც კომერსანტმა გაავრცელა სულ ცოტა ხნის წინ, რომ დავით გამყრელიძის კომპანია AMG Development-ი აპირებს 11-დან ახლოს სასტუმროს მშენებლობას და ახლა მიმდინარეობს, ესე ვთქვათ, ფინანსების მოძიება. ხომ არ მიმართა უკვე ბატონმა დავითმა საპარტნიორო ფონდს და ზოგადად საპარტნიორო ფონდი თუ აპირებს 11-ის პროექტში ჩართვას? მე მინდა გითხრათ, რომ ალბათ საპარტნიორო ფონდი ყველა იმ პროექტს, რომელიცაც ჩათვლის ქვეყნისთვის მნიშვნელოვნად, სახელმწიფოსთვის სტრატეგიულად საინტერესო, რაში ჩვენ მონაწილეობთ, ბიზნესი იქნება მისაღები, ყველა ასეთ პროექტს განიხილავს. რაც შეეხება კონკრეტულად რასაც თქვენ ბრძანებთ 11 თემასთან დაკავშირებით, დავით გამყრელიძე ახსენეთ, არ ქონია არც ერთხელ ამ თემასთან საუბარი. მე ბატონი დავითი ბოლო წლის განმავლობაში ორჯერ სამჯერ შევხვდით და ჩვენ ძალიან ახლო ურთიერთობა გვაქვს ერთმანეთთან, მაგრამ ამ თემასთან დაკავშირებით არც ერთხელ არ ქონია საუბარი, ასე რომ მე არ ვიცი საიდან მოდის კონკრეტულად ეს თემა. ისე ვიმეორებ, თუ საინტერესო თემაა და მნიშვნელოვანი და საპარტნიორო ფონდი თვითონ მენეჯმენტი და შემდგომ ჩათვლის საჭირო ზოგადად აღიარებულია როგორც ერთ-ერთი სტრატეგიული მნიშვნელობის. ეს თავისთავად ხომ არა, მე ხო კონკრეტულ სასტუმროზე ვსაუბრობ, კონკრეტულ ბიზნეს გეგმაზე ვსაუბრობ, რა თქვენ გითხეთ, ასე რომ ეს პროექტი ჩვენამდე არ გოსულა და მე ნამდვილად არ ვიცი ამ პროექტის დეტალები. კარგი, საპარტნიორო ფონდის კორპორაციად გარდაქმნასთან დაკავშირებით რა ეტაპზე მიმდინარეობს მუშაობა, ბატონო დავით, და გაქვთ თუ არა მთავრობის მხარდაჭერა და უნდა ველოდოთ თუ არა საპარტნიორო ფონდის საბოლოოდ გარდაქმნას რაიმე ფორმის კორპორაციად? მე სიმართლე გითხრათ, ამ თემასთან დაკავშირებით ის რაც ჩვენი მხრიდან იყო გასაკეთებელი მაქსიმალურად ამოვწურეთ, ანუ საუბარი ეხება იმას, რომ რამოდენიმე თვის განმავლობაში ჩვენ გერმანულ საფინანსო ინსტიტუტთან KfW-თან ერთად შევიმუშავეთ არა მარტო კონცეფცია, არამედ კანონ პროექტი დაიწერა. შესაბამისი თავისი ყველა თქვათ თანმდევი დოკუმენტაციით, რომელიც შევიდა მთავრობაში, პროცესი ასეა, მთავრობამ უნდა განიხილოს, ეს განხილვის პროცესი საკმაოდ რთული არა, მაგრამ ინტენსიური არის და მიმდინარეობს ახლა, იმიტომ რომ ჩართული აქვს ყველა ის საერთაშორისო ორგანიზაცია თუ საფინანსო ინსტიტუტი, რომელიც გარკვეულად ქვეყნის ფინანსურ საკითხებს უწევს კოორდინაციას, მე გულისხმობ იგივე სავალუტო ფონდს, მსოფლიო ბანკს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. შესაბამისად, მთავრობას გადასაწყვეტია ახლა ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში ყველაფერი გავაკეთეთ და ამოვწურეთ. ახლა მთავრობა განიხილა, ალბათ მე ამ კითხვაზე ათი, როდი ასე ვთქვათ, ვერ გიპასუხებ. მთავრობა თქვენი მხრიდან ყველაფერი არის უკვე მომზადებული და ის გადასცემს პარლამენტს და პარლამენტმა მერე პარლამენტმა უნდა მიიღოს. აი, ცენტრალური განმასხვავებელი ნიშანი რა არის, რითაც თქვენს მიერ მომზადებული უკვე ახალი კონცეფცია არის განსხვავებული საპარტნიორო ფონდის კონცეფციისგან და უკავშირდება თუ არა ეს დაფინანსების სისტემასაც, ბატონო
ბატონო დავით, დაუშვათ საბიუჯეტო დაფინანსებაზე მიდის თუ არა საუბარი, იმიტომ რომ გადასახადის გადამხდელის პოზიციიდან რომ ვისაუბრო, ერთ-ერთი დამატებული ღირებულება ალბათ ისიც იყო, რომ ესე ვთქვათ, ბიუჯეტი არ აფინანსებდა საპარტნიორო ფონდს. როგორი არის ახალი კონცეფცია და რა დევს ამაყობებს? ძალიან რთული არის, ასე ძალიან მოკლე ინტერვიუში გითხრათ დიდი სხვაობა რა არის დაფინანსება მკითხეთ და ბიუჯეტი, მაგრამ მოდი ასე შევხედოთ, საპარტნიორო ფონდი დღეს არის სათავო სტრუქტურა, ასე ვთქვათ, ისეთი დიდი სტრატეგიული ობიექტებისა ქვეყნის, როგორც არის რკინიგზა, როგორც არის გაზეთთა და ავტობუსის კორპორაცია, როგორიცაა ვთქვათ ელექტროგადაცემა, როგორიცაა თელასის გარკვეული აქციები და ასე შემდეგ. საპარტნიორო ფონდის ბიუჯეტი იკვრება სწორედ ამ ორგანიზაციების დივიდენდით. ეხლა როცა საუბრობთ იმაზე, რომ ბიუჯეტი აფინანსებს თუ არა, პირდაპირ დააფინანსებს თუ არა, ამას მნიშვნელობა არ აქვს. ჩემის აზრით და გარკვეული ჯგუფი ექსპერტების, სპეციალისტების, უცხოელი ვთქვათ ორგანიზაციების არის ის, რომ ეს თანხები ალბათ უფრო სწორია, რომ მიდიოდეს პირდაპირ ბიუჯეტში და ხდებოდეს მისი აცახვა ბიუჯეტში, ცენტრალურ ბიუჯეტში, ხოლო ისეთი სტრუქტურა, როგორიცაა საპარტნიორო ფონდი ან მისი ანალოგი ან მსგავსი კორპორაცია, რადგან ჩვენ საუბრობთ განვითარების ინსტიტუტი, როგორც ყველა ქვეყანაში ფინანსდებოდეს პირდაპირ ბიუჯეტიდან. და არა ასე, არა პირდაპირ თქვათ ასეთი სტრუქტურები. და რეალურად ეს კონცეფცია. დაფინანსების სისტემა ასეთია, ანუ ეს თანხები, რასაც ჩვენ ვღებულობთ ამ ორგანიზაციებიდან, ეხლა ბიუჯეტის გვერდისავლით პირდაპირ აკუმულირდება დივიდენდებს გულისხმობთ, რა თქმა უნდა, მხოლოდ დივიდენდებს. აკუმულირდება და ეს არის შემოსავალი, ასე ვთქვათ, საპარტნიორო ფონდის, რომელიც მერე მის განთავსებას ახდენს სხვადასხვა ბიზნეს პროექტებში, რომელიც ქვეყნის სტრატეგიული მნიშვნელობისაა და ყველა ასეთი პროექტის დამტკიცება ხდება მთავრობაზე, რომლის ხელმძღვანელი არის პრემიერ-მინისტრი, ხოლო ბორდის წევრი 4 მინისტრი და არის მეორე მოსაზრება, რომ ყველა ეს თანხა შედიოდეს ფედერალურ ბიუჯეტში და შესაბამისად ბიუჯეტი დახდებოდეს მერე ამ სტრუქტურის პირდაპირ ფიქსირებულად დაფინანსება. თუ ამაზე მეკითხებით, ეს ძალიან მოკლედ ასეა. რაც შეეხება მართვაშიც განსხვავებულია, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში საპარტნიორო ფონდის ვთქვათ ბორდის სამეთვალყურეო საბჭო არის ისე მთავრობა და მთავრობა არის განსაზღვრული მისი საქმიანობის. მეორე შემთხვევაში ეს უფრო მეტად დამოუკიდებელი სტრუქტურაა, როგორც ევროპაში და მსოფლიოშია მიღებული, რომ ასეთი ტიპის საფინანსო ინსტიტუტები მათ თავიანთი დამოუკიდებელი მიუხედავად იმისა, რომ პირდაპირ ბიუჯეტიდან დაფინანსდება, ბატონო დავით. ხო, რა თქმა უნდა, თავისთავად ცხადია, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში დამოუკიდებელი იმას კი არ ნიშნავს, რომ რაც მოიდობე გააკეთე. მის ბორდს ამტკიცებს პარლამენტი, მის ბორდში ავტომატურად შედის კიდევ რამოდენიმე მინისტრი ახალ კონცეფციაში, ანუ ბორდის წევრები რჩებიან ეკონომიკის მინისტრი, რჩება ფინანსთა მინისტრი, ხოლო ბორდის რამოდენიმე წევრს ასახელებს და ამტკიცებს საქართველოს პარლამენტი და შესაბამისად ამ ბორდს აქვს უკვე უფლება მიიღოს გადაწყვეტილებები და ბუნებრივია მუდმივი მონიტორინგის ქვეშ იმყოფება როგორც საზოგადოების, ასევე მთავრობის. ასე რომ მართვაში ეს სხვაობაა, მაგრამ აქ კიდე იმდენი ნიუანსი და დეტალია, ამაზე შეიძლება ერთი გადაცემა მიუძღვნოთ და რათავად ვისაუბროთ. დიახ, ნამდვილად საინტერესო იქნება. მე უბრალოდ მინდა კიდევ ერთ ნიუანსზე გავამახვილო, აქვე თქვენის ნებართვით ყურადღება, თქვენ არაერთ ჩვენთან ინტერვიუში ახსენეთ ის, რომ საპარტნიორო ფონდი ან კორპორაცია, განვითარების კორპორაცია, როგორადაც ის ჩამოყალიბდება საბოლოო ფორმით, თავს შეიკავებს მომავლიდან, ესე ვთქვათ, ეგრეთ წოდებულ მოგებიან სექტორებში შესულაზე და უფრო მეტად დაინტერესდება ისეთი სექტორებით, სადაც კერძო სექტორის ინტერესი არის ნაკლები, ეგრეთ წოდებული ბაზრის ჩავარდნები, თუ შეიძლება რომ ასე ვთქვათ, ეს დამოკიდებულება, ესე ვთქვათ, ეს ფილოსოფია რჩება ძალაში და თქვენ როდესაც მიდიხართ იგივე ჰონკონგში და ჩინეთში, აი რომელი სექტორები დაინტერესებთ პოტენციურ ინვესტორებს? თუმცა მოდი ცოტა დავაზუსტებ, თქვენ ძირითადად სწორად ზარდეთ, ოღონდ დაზუსტება ჭირდება. ნამდვილად ვერ ვიტყოდი იმას, რომ მომგებიან სექტორებში არ უნდა დავაფინანსოთ, თუ არა. პირიქით, ყველა პროექტი, რომელიც ჩვენ უნდა დავაფინანსოთ, თავისთავად ცხადდება მომგებიანი იყოს. მაგრამ ჩვენთვის არ უნდა იყოს განსაზღვრელი თვითონ მომგებიანობა რამდენია, ანუ რამდენია სიტყვაზე არ არის, ანუ რამდენია მოგების მარჟა, ხო? თუ მაღალია მოგება, იქ შევალ და თუ დაბალია, არ შევალ. მიდგომა არ იქნება სწორი. ჩვენთვის თავარი კრიტერიუმი უნდა იყოს სახელმწიფოს ქვეყნისთვის რამდენად მნიშვნელოვანია, რამდენად სტრატეგიული მნიშვნელობისაა, რეგიონისთვის როგორი აუცილებელია, დასაქმების თვალსაზრისით რამდენ ადამიანს დაასაქმებს რეგიონში, რამდენად წაადგება ადგილობრივი ბიუჯეტი და რამდენად ის თვითონ იქნება სტიმულატორი გარკვეული
რეგიონისთვის იქ სხვა ბიზნესები აიყოლოს. ეს უნდა იყოს ჩვენთვის ძირითადი კრიტერიუმი და არა რამხელა აქ მოგება დიდი თუ პატარა. აი ამაშია სხვაობა. ასე რომ რა თქმა უნდა ეს დარჩება და ყოველთვის იქნება ძირითადი გამსაზღვრელი, ეს იქნება საპარტნიორო ფონდი, ეს იქნება განვითარების კორპორაცია თუ ანალოგიური სახელმწიფო საფინანსო ინსტიტუტი. რაც შეეხება თქვენ გზადეთ რომ რა თქმა უნდა აი ეს ორკვირიანი ვიზიტი რომელიც საპარტნიორო ფონდის დელეგაციას ჰქონდა ჰონკონგში და ჩინეთში ძალიან მნიშვნელოვანი მინდა გითხრათ. ეს იყო პირდაპირ გეტყვით მნიშვნელოვანი გარღვევა თუნდაც ჰონკონგში, იმიტომ რომ პირველი იყო შემთხვევა რომ ჰონკონგის ხელისუფლების ყველაზე მაღალი რანგის წარმომადგენლებს შევხვდით მათი პოზიციები დავაფიქსირეთ, გავაცადეთ მათ საქართველოს ჰონკონგის უნივერსიტეტში 5 საათის განმავლობაში ჩატარდა კონფერენცია, რომელშიც ჩვენი ფონდის ხელმძღვანელები ბატონი გიორგი ჩერკეზიშვილი, გიორგი ციმაგურიძე, ხალბატონი ნინო ჩოლოყაშვილი, მე ჩვენი ელჩიც ჩინეთში გამოვედით და გავაცადეთ საზოგადოებას დიპლომატებს, ბიზნესმენებს, სპეციალისტებს, სტუდენტებს საქართველოს შესახებ მთელი ინფორმაცია. საინტერესო იყო თვითონ ჰონკონგელი ექსპერტების გამოსვლა და მათი მოსაზრებები საქართველოს როლზე. ძალიან მნიშვნელოვანი იყო აგრეთვე ის შეხვედრები, რომელიც იყო შანხაიში ფინანსურ წრეებთან, ვისაც შევხვდით და ბანკ ოფ ჩაინას და ჩინეთის ექსპორტ-იმპორტ ბანკის მიერ ერთობლივად შექმნილი ერთ-ერთი უცხოელესი საინვესტიციო ფონდი ჩვენთან ერთად ჩვენ დავაფიქსირეთ უკვე ხელშეკრულებით მზად არის შევიდეს იმ პროექტებში, რომელსაც ფონდი აფინანსებს. იმ წარმოებების ხელმძღვანელთან შეხვედრა ერთ-ერთი უცხოელესი მაგალითად რომელიც იყო ესა შუშის წარმოება საქართველოში და მე ამაზე ადრე ვსაუბრობდით, მაგრამ ეხლა ჩვენ კიდე ერთი დიდი ნაბიჯი გადავდგით ამ პროექტის განხორციელებისთვის. ყველაზე დიდი ჩინეთში, რომელიც ჩინეთის მოსახლეობის და არა მარტო 60%-ს ქურთუკებით ამარაგებს, აი ეს მთელი ქალაქია ნანჩანგში, რომელშიც ჰქონდა შეხვედრა და საუბარია ამ ქარხნის ანალოგის გადმოტანაზე, რა თქმა უნდა, მცირე ზომებით საქართველოში ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია ქვეყნისთვის. ღვინის სახლები, ქართული ღვინის სახლების გავრცელება. შულმა ახსენა ჩვენთან ერთ-ერთი ჩინური კომპანია ბიზნეს კონტაქტის ანალიტიკაში და ის საუბრობდა იმასთან დაკავშირებით, რომ ეს კომპანია უკვე გადმოვიდა საქართველოში იმისთვის, რომ აი DCFTA-ის ესე ვთქვათ ბენეფიტებით ისარგებლოს. თქვენ თუ გაქვთ ინფორმაცია, რომელ ჩინურ კომპანიაზეა საუბარი? რა თქმა უნდა, ინფორმაცია მაქვს, მე არ დავასახელებ რა კონკრეტულად რომელი ამ შემთხვევაში იგულისხმება ბატონმა დიმიტრი, იმიტომ რომ რამდენიმეა ასეთი რამოდენიმეა, ზოგი უკვე განხორციელების სტადიაშია, ზოგი ახლა პროექტირების ფაზაშია, ზოგი დაფინანსების წრე იკვრება, როგორ დაფინანსდეს და დანაირად, ასე რომ რამოდენიმე კომპანია ეს ერთი და ორი ნამდვილად არ არის. მე მინდა გითხრათ, რომ იმ საკმაოდ დიდმა გრანდიოზულმა პროექტმა, რომელსაც ქვია აბრეშუმის გზა, ერთ სარტყელი, ერთი გზა, რომელშიც საქართველოს უკვე ჩვენი დიდი აქტიურობის შედეგად იპოვა თავისი ადგილი, თავისი როლი, ამან გამოიწვია, რომ სერიოზული ინტერესებია უკვე ამ მიმართულებით საქართველოში. გაგრძელება ამის ყველაფრის მე ნაგითხრათ ის არის, რაც დღეს ხდება, თუნდაც დღეს აი დილის 10 საათზე ვეცრებოდი მე და ალბათ თქვენი ტელევიზიიდან გზადდებოდნენ ჟურნალისტები სასწავლო თბილისის პერიოდში. იყო პრეზენტაცია ჩინეთის ასე ვთქვია აბრეშუმის გზის სავაჭრო საერთაშორისო პალატა, რომლის ხელმძღვანელია ერთ-ერთი ძალიან დიდი ბიზნესმენი ჰონკონგელი. საერთაშორის ამ პიროვნებას აქვს უზარმაზარი მუზეუმი ქალაქ სიანში, ძიანსის პროვინციაში, რომელიც შარშად გახვდით და ნახე, შევხვდი და დავათვალიერე. ეს არის უდიდესი და მთელი ისტორია აბრეშუმის გზის და იქ საქართველოსაც თავისი კუთხე და ადგილი აქვს. და ამაზე სიმართლე გითხრათ, სერიოზული ჩემი დაჟინების შემდეგ ჩინეთის კულტურის მინისტრად და ამ მუზეუმის ხელმძღვანელებთან საუბრის მერე, იმიტომ რომ ჩავიდი არ იყო იქ საქართველოს და გითხრათ არც ერთი პავილიონი და არც ერთი ოთახი და ეხლა არის. და შესაბამისად ის რაც ეხლა დღეს ხდებოდა იგივე პერიოდში, რაზეცაა საუბარი და ეხლა ეს პიროვნება პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტი საქართველოს და ხვალ არა, მოდი ამას დავამთავრებთ თქვენი სტემართით, იმიტომ რომ ის რაც დაიწყო დღეს ამ აბრეშუმის გზის სავაჭრო სამრეწველო პალატამ, ეს არის ყველა შემადგენელი ქვეყანაში ამ დელეგაციის ჩასვლა და პირველი ეს არის საქართველოში და საქართველოსი დაიწყეს
ამით ხაზგასმა მოხდა იმისი, რომ ამ სავაჭრო პალატის ამ დიდი ეკონომიკური ჯგუფის, რომელიც მე დაგითხრათ, რომ მხოლოდ პალატა არ არის 650 მილიონიანი ფონდი აქვს, რომელიც ასევე ამ ქვეყნებში პირველი ქვეყანა არის საქართველო, რითიც დაიწყეს და ჩვენ ხვალდილით დელეგაცია იქნება საპარტნიორო ფონდში და ჩვენ ხვალ ხელმოწერა გვაქვს მათთან. ხვალდილით თუ გაგვთ სრული მობრძანდით და დაეცალით უკვე კონკრეტულ თემებთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა. და სულ ბოლოს მინდა ჰიუმანიტი ჯორჯიაზეც გკითხოთ, ბატონო დავით, ჩვენი შემდგომი სტუმარი იქნება ბატონი სოლომონ მენაბდიშვილი, რომელიც არის კონკურენციის სამართლის და მომხმარებელთა დაცვის ცენტრის ხელმძღვანელი. ის აპირებს კონკურენციის სააგენტოს მიმართოს ჰიუმანიტი ჯორჯიას ფაქტორის შესწავლის მოთხოვნით. მაგრამ მთავარი კითხვა, რაც საპარტნიორო კონკრეტულად საპარტნიორო ფონდთან მიმართებით ჩნდება, არის ის, თუ რატომ ენდო საპარტნიორო ფონდი ჰიუმანიტი ჯორჯიას, ანუ იმ კომპანიას, რომელიც დამფუძნებელი კომპანიაც კი სულ რაღაც 2 თვით ადრე დაარსდა, სანამ ჰიუმანიტი დარეგისტრირდებოდა საქართველოში და ამის შესახებ საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოსაც ჰქონდა თავისი მოსაზრებები და დეტალიზებული კვლევა. რამ გამოიწვია თქვენი ნდობა, ბატონო დავით? მე ძალიან მიგვირს, რომ ჟურნალისტები ამ კითხვას ასე კითხვის სახით სვავთ და ანალიზს ხანდახან არ აყოლებს ხოლმე. ეს საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს თურმე ახაც კითხვები გავუჩნდა, ჩემთვის არ ნიშნავს იმას, რომ თურმე ესე იგი რაღაც არასწორად ხდება რამე. საუბარია თანებაზე, რომ კონკურენტულ არიან გარემოებას სწავლობს ახლა საკონკურენციო. საქმე იმაშია, როცა წლების განმავლობაში ასუსავთ წლების განმავლობაში 10-15 წელიწადი სულ იყო საუბარი იმაზე, რომ საქართველოში ფარმაცევტიკა საერთოდ ფარმაცევტული ბაზარი საფთიაქო ქსელი ყოველგვარი ღია კონკურენციის გარეშეა, რომ ეს არის ოლიგოპოლური გადაწყვეტილებები, ის რაც ხდება და ფასები ხანდახან 200, 300, 500%-ით არის მომატებული. ამაზე რაღაც კონკურენციის სტრუქტურები არც ღია გამჭვირვალობა საქართველოს მაშინ არ უსწავლ. ეხლა კონკრეტულად ძალიან კარგი რომ კონკურენციის სააგენტო ჩაერთვება და მე ძალიან ნავთხოვ, რომ ძალიან აქტიურად ჩაერთვეს. მაგრამ საქმე იმაშია, როცა 2-3 თვის განმავლობაში, როცა ჩვენ დავიწყეთ ეს პროგრამა, დავიწყეთ და კიდე უფრო მაგრად გავაგრძელებთ და კიდე ბოლოს დაგადახებთ ფინალი და იქნება მაგის. როცა ამ 2-3 თვეში აღმოჩნდა, რომ მედიკამენტებზე უცებ დაეცა 300 ისა უკაცრავად 30%-ით თითქმის და ზოგ შემთხვევაში ბევრად მედიკამენტებზე ფასი. როცა აღმოჩნდა, რომ მოსახლეობა, რომელიც უზარმაზარ თანხას იხდიდა და დღეს კიდევ იხდის მაინც მედიკამენტებში, ამ ხელა შეღავათი და როცა აღმოჩნდა, რომ 10 მილიონობით არის, ეს დავამთავრო. თუ მეკითხებით გიპასუხებ და ვერ გაგრძელებ. კი, რა თქმა უნდა, გეკითხებით უბრალოდ. როცა აღმოჩნდა, რომ სახელმწიფო 10 მილიონობით ლარი უკვე დაზოგა სახელმწიფო იმ პროგრამებში, რომელსაც ის საფინანსებს დაზღვევის სფეროში. და ამ ხელა შედეგს მივიღეთ, მაგრამ თუმცა ჯერ არ დაგვიწყია საქმე. კიდევ მხოლოდ რამდენიმე ათეულობით პრეპარატია შემოსული და საერთო ჯამში 900-ზე მეტი პრეპარატი უნდა გამოუშვას იმ ფარმაცევტულმა ქარხანამ, რომელსაც ჩვენ საქართველოში ვაფინანსებთ. რაღაცა ძალიან შეწუხდნენ სულ ყველანი. ხო არა ქონდათ ინტერესები ზოგ ძალიან ბევრს აი ამ ფარმაცევტულ სფეროში, ხო არ მოხდათ გულზე, რომ საქართველოს ხელისუფლებამ შეასრულა ის დაპირება, რომ ჩვენ მედიცინის სფეროში სერიოზულ გადატრიალებას მოვახდინოთ მართლა და არ არის 100 საავადმყოფოში, რომელიც აი ასე ბინძურად და ასე უსინდისოდ ჩააგდეს და გაანადგურეს ეს ჰოსპიტალები. იქნება ძალიან გულზე მოხდა და ეხლა თურმე იმაზეა საუბარი საპარტნიორო ფონდი, როგორ ენდო იმ კომპანიას, რომელიც სამი თვის შეიქმნა. სამი თვის წინ კი არ შეიქმნა, ჩემო კარგო. ესეც გადაიცით, ის ამ კითხვებს სვავთ და გააკეთეთ ანალიზი. ეს არის კორპორაცია ბევრი კომპანიისგან შექმნილი. კომპანიებმა, რომელსაც უამრავ ქვეყანაში გააკეთეს ძალიან სერიოზული თქვათ ნაბიჯები, რომელსაც აქვს დიდი გამოცდილება, მაგრამ კონსორციუმი როგორც ასეთი შეიკრა ეხლა, რომ ჩვენთან საქართველოში ერთობლივად შემოსულიყო. ეს ხდება ჰოსპიტალურ სექტორში, ეს ხდება ფარმაცევტიკაში და კიდევ ერთხელ მივხვდი, ვიდა გითხრათ, რომ ბერნარდ კუშნერი, რომელიც არის ამ კომპანიის ხელმძღვანელი და მისი ბორდის ხელმძღვანელი, რომელიც ჩამოსulis დროს ყველა ტარს უკრავდით, რომ ვინ ჩამოვიდა, მას არის ცნობთ ეს არის სამი თვის წინადადება შექმნილი ორგანიზაცია. ამიტომ გადაეცით ყველა იმ ოპონენტს, ყველა იმ გულშემატკივრ ადამიანს, ვისაც არ მოსწონს წარმატებები ქვეყანაში, რომ ეს წარმატებები გაგრძელდება და კიდევ ბევრ წარმატებას ძალიან კარგი ჩვენც ეს გვინდა. დიდი მადლობა ბატონო დავით საგანელიძე იყო ბიზნეს კონტაქტზე. ახლა ჩვენს ეთერში რეკლამის დროა, რეკლამის შემდეგ დავბრუნდებით, დაგველოდეთ.